მექსიკაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მთავრობის წინააღმდეგ მეხიკოს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქცია თაობა ზეტის მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა მათ მალევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეუერთდნენ. ისინი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ. როგორც დემონსტრანტები ამბობენ, ქვეყანაში მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ხელისუფლება კი ვითარების გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. მე არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. უბრალოდ მსურს ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო იყოს და ხალხის ცნობიერება ამაღლდეს. ჩვენ ქვეყანაში ყოველდღიურად ვაწყდებით დაუცველობის პრობლემას. აქ შეიძლება ვიღაც მოვიდეს, მოკკლას და რეაგირება არ მოხდეს. მსგავსი საქმეები მთელი მექსიკის მასშტაბითაა გახსნილი. აქ კი არაფერი ხდება. თავდაპირველად საპროტესტო აქციები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მალევე ახალგაზრდა დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო. მექსიკის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, ზოკალოზე, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ფეიერვერკები ესროლეს. საპასუხოდ კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა დაგმო აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა. მისი განცხადებით, მემარჯვენე პარტიები ცდილობენ შეუერთდნენ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ მოძრაობას. პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიები აქციაზე ხალხის მოზიდვის მიზნით სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მეხიკოში გამართულ მსვლელობაში ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, სინამდვილეში კი ძალიან ცოტა ახალგაზრდა იყო. მათ მოხსნეს ბარიერები და ჩაამსხვრიეს ფანჯრები. ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი ვართ. თუ რამეს არ ეთანხმებით, მშვიდობიანი დემონსტრაცია უნდა მოაწყოთ. ცვლილება ძალადობით არ მიიღწევა. ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი. მექსიკის დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მდივანმა პაბლო ვასკესმა განაცხადა, რომ შეტაკებების დროს 120 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 100 პოლიციელი. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის 20 მონაწილე დააკავეს.